ამ მიწას გამუდმებით გვეცილებოდნენ, ვტაცებდნენ, ვიოხრებდნენ. ჩვენს გამუდმებით გვიხდებოდა რკინება მტერთან, ბედთან, ზოგჯერ საკუთარ თავთანაც. ამ რკინებაში იწრთობოდა ქართული სული, ხასიათი, ისტორია. მცირე რიცხვოვან ქართველ ერს ბედმა ზნეობრივ სრულყოფილებასა და სულიერ სიმტკიცესთან ერთად ფიზიკური ხიჟანსაღი, შესაშველი გამძლეობა და ჯომარდობაც მოთხოვა. ხალხური სპორტი, მომეტებულად კი ჭიდაობა იქცა მამოცანის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად. კარგი მოჭიდავე, კარგი მეომარიც იყო. ეს ორი ცნება განუყოფლად დაუკავშირდა ერთმანეთს და იქნებ ესეც იყოს მიზეზი იმისა, რომ შუა საუკუნეების სახელოვან ფალავანთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ისინი ისტორიაში შევიდნენ როგორც მამულს შეწირული მებრძოლები და მტერთა მუსრელი. ჭიდება არს, არა მხეცა და კაცი შეიჭიდნენ. გინა მხეცი და მხეცი, ანუ პირუტყვი და პირუტყვი. ხოლო კაცი კაცს არა ეჭიდებოდეს, რკენა ეწოდეს. გოგი ბასიაშვილი. ჩემი სპორტიული მოღვაწეობა დაიწყო 1930 წლიდან. ესე იგი, ქართული ჭიდაობა. ქალაქ თბილისში და საერთოდ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ქართული ჭიდაობა არსებობდა. ჯერ ფეხბურთი უმაღლესი ლიგისა არ დაიწყო, არის 36 წელში გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში. აი ჩვენი ქართული მოჭიდავეები მიუხედავად იმისა, რომ ხიდის დაჭერა არ იციან შუბზე დგომა, ქართული მოჭიდავეები ყოველთვის უგებდნენ იმ დიდ მსოფლიო ჩემპიონებს. აი მაგალითად წავიღოთ ბალავაძე, წავიდა ქართული მოჭიდავე მსოფლიო პირველობაზე და ორჯერ აიღო. მიუხედავად ვამბობ, რომ იმან კლასიკური და თავისუფალი ჭიდაობის არაფერი არ იცოდა. და გაიცნეს ავეთი ბალავაძე, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქართული ჭიდაობით. ქართული ჭიდაობა მამა პაპიდანაო როგორც დაიწყო, არა? ამის ტრადიცია ჩვენ რო წავშალოთო, ეს ქვეყანად აღარ ივარგებსო. ეხი მქონდა რომ ცერს ამუარტყამდი, ზოგს ავაკოჭლებდი ხოლმე კიდევაც. და იცით ძალა ეხლაც არა მიშავრა. მაგ. კულები არა მაქვს, მაგრამ რაცა ვარ ეხლავე ვნახოთ. ინდა დამეჭი. ერთედა ესე ვნახოთ. ნახოთ როგორი ბიჭი ვიყავ. უხლი. ჭიდაობას არც მე-19 საუკუნეში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და პოპულარობა. ერთ-ერთი უძველესი საჭიდაო წრე მთაწმინდაზე იყო მოწყობილი. მთაწმინდაზე გამართეს ჭიდაობა. დიდ ძალი ხალხი მოაწყდა. გრიგოლ ორბელიანიც დაესწრო. გულმოსული ხიზამბარელი ხომ საუცხოო სანახავი იყო. განთქმულ ათოლას აღარა გაუვიდა რა გმირთან და მოიდრიკა ქედი ხიზამბარელის წინ. ასე ვერია
1888 წელი. ვისაც ხიზამბარელის ჭიდაობა უნახავს, ადვილად შეიძლება წარმოიდგინოს, სანამდე განვითარებულა ჩვენი ჭიდაობა. წერდა ანტონ ფურცელაძე. დიდი პატივითა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდნენ ქართველი ფალავნები. ხიზამბარელი და ვანო მედელაური, კოლია ქვარიანი და ნესტორ ესებუა, ლადო კაფსაძე და ვანო წამალაშვილი, შაშო ვერელი და მედროგე არუთინა, სანდრო კანდელაკი და მიხა ხურხული, ლუკა დადიანიძე და ტომსონა ვანო, გიორგი ჯიბგირი და გიორგი ქიზიყელი. განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა კულა გელდანელი. თანამედროვეთა სიტყვებით იგი ნამუსიანი ვაჟკაცი იყო. კეთილის ნეჩეულების მქონე, გარეთ მაგარი ოჯახში რბილი, ჩაგრულთა მომხრე, ჩაგველის ამლაგმავი და რაც მთავარია ყველასათვის კეთილის მუდო. კულა ხშირად საქველმოქმედო მიზნით ჭიდაობდა. იმასაც ამბობდნენ, რომ გელდანელმა ფულადი დახმარება გაუწია უცხოეთში სასწავლებლად მიმავალ ვაჟაფშავებას. ვაჟკაცებს თურმე არც მანდილოსნები უდებდნენ თავს. განთქმული მოჭიდავე ყოფილა თბილისელი ანა ბაჯი, რომელსაც საიათნომამ ლექსი უძღვნა. მშვენიერი თამარ გრუზინსკაია, რომელიც ვერის დაღმართზე გამართულ ციკლში ჭიდაობდა. 1911 წელს კი თბილისში ქალთა ჩემპიონატით ჩატარებულა. მასში მონაწილეობდნენ იშვიათი სილამაზის გერმანელი ქალი ფრიდა დემბერგი, ინგლისელი ჩემპიონი შეიტერი, უკრაინის ჩემპიონი შევჩენკო და მსოფლიო ჩემპიონი პედერსენი. რუსეთის მთავრობას არ გამორჩენია ის გარემოება, რომ ჭიდაობა საქართველოში სპორტის გარდა იყო ერთ-ერთი კომპონენტი ერის სულიერი ყოფის ჩამოყალიბებისათვის. კვირა ცხოვრებას თითქმის მთელი თბილისი გამოეფინა ჩვეულებრივ დროს გასატარებლად. გამართეს ჭიდაობა, მაგრამ მოვიდა პრისტავი რამდენიმე პოლიციელი და ხიშტიანი სალდათებით, მათრახებით და საშინელი უშვერი ლანძღვაგინებით გადათელეს, გარეკეს ხალხი. თქვენ ვერ გაიგეთ, რომ არ შეიძლება ჭიდაობა და არც სხვა რამ დროს ტარებაო. სოფრომ გალობლიშვილი ოცნებობდა, ნეტავ როდესმე დადგებოდეს ისეთი დრო, რომ ჭიდაობას აღარ აგვიგზავნებდნენ. ჩვენი საუკუნის დასაწყისში ერთმა რუსულმა ჟურნალმა სოფლიოში არსებული ყველა საჭიდაო სტილი აღწერა. ქართული ჭიდაობის შესახებ იქ ნათქვამია. ჭიდაობის ეს სახეობა უჩვეულოდ რაინდული, სწრაფი და ლამაზია, რადგან აქ უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება מחვილ გონივრულობას და არა ძალას. ჩვენ ხიშეწემით დღესაც აქ ყავს სახელოვანი ფალავნები, რეკორდსმენები და ჩემპიონები, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ქართული ჭიდაობა ნელ-ნელა კარგავს ხალხურ საყოველთაო ხასიათს, სულ უფრო და უფრო პროფესიულ ელიტარული ხდება. და დღეს, როდესაც ასე საშვილი გაგვიხსნა სურუნვა ერის სულიერი გადარჩენისათვის, იქნებ ქართულ ჭიდაობასაც მეტი ქომაგი და მოამაგე ესაჭიროება, რადგან ძველთაგან ცნობილია, ზნესრული სული მხოლოდ ჯანსაღ სხეულში მკვიდრდება ხოლმე. Thank you.